ჩვენ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, უკვე მოვისმინეთ ჩვენი მოქალაქეების აზრი, ახლა მოусმენთ სტუდენტებს, ნახოთ რას ფიქრობენ ისინი და შემდეგ უშუალოდ ჩვენ სტუმრებს გავესაუბრებდით დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით. გისმენთ. მოგესალმებით, მე ვარ დავით პაპალაშვილი, თელავის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი. მე მაქვს კითხვა ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც კერძოდ ეხება გეგმიურ ოპერაციებს. თუ იქნება გამოყოფილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის გარკვეული ნაწილი, რომელიც მოხმარდება გეგმიურ ოპერაციებს. ბატონ ზურაბ, მოდით გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას. ჩვენ მასე არ ვანსხმობთ გეგმიურს და გადაუდებელს. ესე დიფერენცირება არ ხდება. ჩვენ სოციალურად გაჭირებულ ადამიანებს ვეხმარებით, ეს გეგმიურია ეს ოპერაცია თუ გადაუდებელი თანადაფინანსებას ვიღებთ ამ ოპერაციებში. გასაგებია და შემდეგი შეკითხვა ან მოსაზრება ბიუჯეტთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ნოდარი ეჟიშვილი, სტუდენტური გაერთიანება, ახალი დალღის ლიდერი. საინტერესოა, ნამდვილად საინტერესო საუბრები იყო, მე უკვე მეორე გადაცემას ვესწრები, სადაც საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობაზე. აშკარაა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა წამოიჭრა წინ, რაც გადასაწყვეტია და აქ მე მგონი რა კითხვებიც დასვეს ტელემაყურებლებმაც. სუბუნდოვანი პასუხები იყო, ან განიხილება ეს საქმე, ან წარმოებაშია და გასაგებია, რომ მართლმსაჯულო პროცესებია ეს. ბიუჯეტი საკმაოდ მცირეა, რაც თქვა, დიდი ბიუჯეტია, უფრო მალე მოაგვარებ ამ პრობლემებს, მაგრამ აუცილებელია ის, რომ მაინც განიხილონ ეს პრობლემები. აი ქუჩასთან დაკავშირებით ქალბატონმა თქვა, რომ ეს დიდი ხანია, რაც ეს პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს მისახედია. და პლუს მინდა ერთი რაღაც აღვნიშნო, წინა გადაცემაში ამაზე ვსაუბრობდი, რომ მოქალაქე ან ბიუჯეტის დაგეგმარებაზე, როდესაც არის საქმე, აუცილებლად უნდა იყვნენ აქ მოქალაქეები ჩართულები. არ უნდა მოხდეს ის, რომ თქვა, ორგანული კანონი კარგად ვიცი და ვიცი, რომ გამგებელი ქმნის, თქვა, ბიუჯეტის დაგეგმარებას აწყობს და მე საკრებულო განიხილავს. ეს არ უნდა მოხდეს ინდივიდუალურად ერთმა ადამიანმა არ უნდა გადაწყვიტოს. აუცილებელია თვითონ მოქალაქეები ჩაერთნენ, იყოს საკრებულოს ხდომები პირდაპირ ეთერში გადაცემული. აუცილებლად მოქალაქეების აზრი უნდა მოვისმინოთ, იმიტომ რომ ის პრიორიტეტები, რაც ბიუჯეტში უნდა განისაზღვროს, მოქალაქეებისგან უნდა მოდიოდეს და მოქალაქეებს უნდა აწუხებდეთ. ასევე აუცილებელია გასაგებია მცირე ბიუჯეტი, მაგრამ თუ ეს მცირე ბიუჯეტი სწორი მენეჯმენტით განისაზღვრება, სწორი მიმართულებებით, დამიჯერეთ რომ საკმაოდ დიდი ეფექტი ექნება. აუცილებელია საკრებულოს მხრიდან მე ვფიქრობ, არა მხოლოდ მთავრობის, ასე ვთქვათ, პარლამენტის მიერ გადმორიცხულ ტრანსფერტზე საუბარი, არამედ არის სხვა ქვეყნებში შეიძლება მოიძიო ტრანსფერები და ჩამოვიდეს აქ ეს თანხები და დაიგეგმოს ბიუჯეტში და განხორციელდეს. ასევე მინდა გამოეხმაურო თვითონ თელავის რეაბილიტაციას. ნამდვილად სამწუხაროა, ანუ ქუჩაში რო გაივლის ქვაფენილები რაც დააგეს, ძალიან ასე ვთქვათ, საშინელ მდგომარეობაშია, მანქანით გაივლი და ასე ვთქვათ, დატალღულია, სერიოზული პრობლემებია და იგივე მინდა ერეკლეს გალავანის შიგნით რაც დაანგრიეს, თქვათ, ეხა შეჭირდა. სამწუხაროა რა ეს პრობლემა, როდესაც დაიწყეს, თქვათ, ისტორია დაგვინგრიეს, ასე ვთქვათ, ქალაქის და შეაჩერეს ეხლა ეს ამშენებლობა. აი ზუსტად ის რაც თეატრის წინ გააკეთეს, კიდევ ერთი ისტორია ჩამოშალეს და რკინები დაულაგეს, ამ რკინებში რაც თანხები წავიდა, შეიძლებოდა უკეთესად განსაზღვრულიყო. რა თქმა უნდა, აქ არაფერ შუაში არ არის საკრებულო, იმიტომ რომ ეს სხვა პროექტი იყო აშკარად, მაგრამ საკრებულო ვიცი რომ ნამდვილად შეძლებს დაგვარად მუშაობს კარგად, მაგრამ კარგი იქნება თუ მოქალაქეებს ჩართავენ. თუ გადახედავენ იგი ორგანულ კანონს 58 მუხლის 4 პრიმა მუხლიათ 5, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობაზე ასე ვთქვათ, მოუწოდებს პირდაპირ საკრებულოს. კარგი იქნება თუ მოქალაქეები თვითონ წამოჭრიან ამ პრობლემებს რა. დიდი მადლობა. თუ შეგვიძლია რომ უპასუხოთ მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემა და იქნებ დაასწროთ ხოლმე თუნდაც თელაველების საკრებულოს ხდომებს უფრო მეტად რომ ჩართული იქნან. თუნდაც უფრო დიდ დარბაზში რომ გაიმართოს ეს შეხვედრა, იმიტომ მე ვყოფილვარ თქვენთან მცირე დარბაზში, რამდენიმე სკამი გახდა. დამერწმუნდეთ მე ამ შენიშვნას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ყველა საკრებულოს ხდომა არის ღია. ორჯერ გავაკეთეთ საჯარო განხილვა, სამწუხაროდ იქ იყო 3 ადამიანი მოქალაქე მოსული, ამაზე გაცხადებული იყო. ინფორმირებული არ არის ინფორმირებული იყო ადამიანი, ეს ვიდეო და მორბენალის ტრიკონით განცხადებები გამოიკრა. ყველა არასამთავრობო საქმის კურსში იყო, ყველა არასამთავრობო იყო სხვათა შორის ამ განხილვაზე. მე წეგანტყუილად არ ვახსენე, რომ რაღაცა გასააქტიურებულია სამოქალაქო საზოგადოება. მე მადლობელი ვიქნები თუ თქვენს იქნებით აქტიური და მოგზაურობით განხილვაზე. არ მის გარდა ჩვენ თუ გახსოვთ საჯარო განხილვა მოვაწყეთ
როდესაც შევიმუშავებდით ნაგვის გადასახადზე ტარიფს, ამის განხილვაც იყო და სამწუხაროდ არც აქტივობა იყო 0. მე ვფიქრობ, რაღაც ეხა შესაძლებელია უფრო მეტი აქტივობა გაჩნდეს და სავარაუდოდ მე არ ვახსენე წეგან საუბარში ტყუილა არ ვახსენე ის პროცესი, რაც ყველა ველოდებით და ვფიქრობ, რომ დაიწყება, ეს არის დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიმართლე რო გითხრათ, მე ასე ვფიქრობ, ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური რეალურად შეიძლება ეს ოდესმე მოხდეს, რომ ადგილობრივ მმართველობას რეალური დამოუკიდებლობა ჰქონდეს და რეალური ბიუჯეტი. რაღაცა აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს ძალიან ცუდი. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად და უნდა მოხდეს, მე არ გულისხმობ ამაში, რომ უცბად უნდა ადგეს სახელმწიფო და ყველა მთელი პირთი გადააბაროს თვითმმართველობას, ან მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რაღაცა დოზირებულად ნაწილ-ნაწილ, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს. თუ ჩვენ გვინდა რომ უკეთესი ის კონდეს გარემო, უკეთესი საშუალებები კონდეს, ეს აუცილებლად უნდა დაიწყოს. მე მინდა გითხრათ ძალიან კარგი ის იყო შეკითხვაც იყო და რეკომენდაციებიც. მე მინდა გითხრათ რომ აი თქვენ ახსენეთ საზღვარგარეთიდან მოზიდულ თანხებზე ძალიან ეფექტურად მუშაობდით ამ წლების განმავლობაში აი ამ საკითხებთან დაკავშირებითაც და ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა და შესრულებულიც იქნა, ეს გახლავთ სამაგალითოდ შემიძლია ვთქვა, ეს გახლავთ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი და თელავის ბავშვთა საავადმყოფო სტაციონარი, რომელიც არის მუნიციპალური საკუთრება და ესეთი პრეცედენტი თითქმის არ არსებობს საქართველოში, გარდა თბილისის. ეს დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. ჩვენ სწორედ მოზიდული გრანტის საშუალებით აბსოლუტურად სრულად 100%-იანი გრანტი არის. გრანტის საშუალებით გავარემონტეთ, რეაბილიტაცია გავუკეთეთ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს, პოპულარული ენით რო გითხრათ, ბავშვთა პოლიკლინიკა და სტაციონარს, რომ დღეს ზუსტად გამწვანებაზეც იყო საუბარი, ხეები დავრგეთ ამ ეზოში. ეს არის ფანტასტიკური პროექტი. დაახლოებით თითქმის $1,000,000 ლარამდე მობილიზებული იქნა კონკრეტულად ამ პროექტში და ეს არის ლიხტენშტეინის მთავრობის შენატანი, მათი გრანტი გახლავთ. და ეს კარგი მაგალითია იმისთვის, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად მუშაობა თვითმმართველობასთან. ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არ ვლაპარაკობ ჩვენზე, არც პიროვნებებზე, არც თელებზე. საერთოდ ზოგადად როგორ შეიძლება კარგად იმუშაოს უცხოურმა ინვესტიციამ ნებისმიერ მუნიციპალიტეტთან საქართველოში. კარგი, დიდი მადლობა და ახლა კიდევ ერთ მოსაზრებას მოვისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ნიკოლო შაროშიძე, თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი. პირველ რიგში მინდა რომ ბატონ ზურას მოუხადო, დიდი მადლობა. ბატონი ზურა არ არის ასე ვთქვათ, ფინანსებში და გამგეობის წარმომადგენელი აღმასრულებელი ხელისუფლება. ბატონი ზურა საკრებულოს წევრის თავმჯდომარე და მინდა ვთქვა, რომ ბატონი ზურა ყოველთვის ღია და გახსნილია ამ თემებთან. დღეს რატომღაც მოუწია გამგეობის ან ფინანსური სამსახურის წარმოდგენა და მათი შეხედულებების გაცნობა და კარგი იქნებოდა რომ თუ ასე თუ ფინანსური სამსახური პირადად ვინც იღებს ამ ბიუჯეტს და ვინც აკეთებს ისინი ყოფილიყვნენ და ბატონ ზურას არ წარმოედგინა ეს ყველაფერი. აქ ხელში მიჭირავს მე პრიორიტეტების დოკუმენტი, სადაც პრიორიტეტები არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა და ჯანდაცვა. ასევე ბიუჯეტი არის დაახლოებით 5 მილიონი შემცირებული და 7.679.000 ლარია 12.8-თან შედარებით და ის მაქვს ერთი კითხვა, ანუ ის 5 მილიონი ლარი დამატებით საიდან უნდა მოვიდეს, იქიდან გამომდინარე რომ საშემოსავლო გადასახადი მცირდება, ასევე არის გამოთანაბრებითი ტრანსფერი, ვიცით რომ არის მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით და ახალ ხელისუფლებას აქვს მაგასთან შენიშვნები და პრობლემა, რომ წინა ბიუჯეტიდან, როგორც ბათუმი, ქუთაისი, თელავი, იყო ზედმეტი თანხები, დაახლოებით 9 მილიონამდე თანხა იყო წასული არაპროპორციულად. და შესაძლებელია, რომ ეს თანხები შემცირდეს და ეს 5 მილიონი ლარი ვერ მივიღოთ თელავის ბიუჯეტმა. ასევე ამ პრიორიტეტების მიხედვით არის, აი აქ მე მიჭირავს და მოვინიშნე, რაც არის, ანუ ინფრასტრუქტურული პროექტები მცირდება 3.3 მილიონი ლარით, ასევე გარემოს დაცვა 1.4 მილიონი ლარით,
და განათლება დაახლოებით 30 მილიონი ლარით და კიდევ არის აქ წყალმომარაგება არის რომელიც არის პრიორიტეტი და არის დიდი პრობლემა მცირდება 500.000 ლარით. ასევე აქ ერთი აღმოვაჩინე რაღაც უზუსტობა 2012 წლის ბიუჯეტში მუნიციპალურ ტრანსპორტზე იყო დახარჯული 0 ლარი. ხოლო 2013 წლის ბიუჯეტში ზიც 109.000 ლარი. რატომ და თუ აქამდე არ ჭირდებოდა მოსახლეობას თქვენი დოკუმენტი არის რაღაც ან არასწორად გადაბეჭდილია ან არასწორად ამობეჭდილია. ეს არის გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტი. კი ბატონო, მაგრამ შარშანას იგივე ეჭდა 109.000 ლარი ტრანსპორტში, ეს გახლავთ მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც უფასოა და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი. ვარგე მაქვს მიჭირავს პრიორიტეტების დოკუმენტი. შარშანდელის იგივე თანხა ეჭდა ზუსტად. ეხლა რაც შეეხება, ხო, ეთქობა რაღაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. და ერთი კითხვაც მაქვს თუ შეიძლება. დარბაზი არსებობს, ვიცით, და ასევე არის და ჯგუფი მუშაობს კახეთის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს მთელს კახეთს. ბიუჯეტის ფორმირების დროს თუ იყო ამ ჯგუფთან კონსულტაციები და ეს ანუ მათი და თქვენი პრიორიტეტები თუ იყო გათვალისწინებული და შედარებული ერთმანეთს. მადლობთ. ეხლა რაც შეეხება ის რომ ბიუჯეტი შემცირებულია 5 მილიონი ლარით. მაგრამ აი როგორც ჩანს მე კარგად ვერ გამმარტე რის გამო არის ეს. ეს გახლავთ ის მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც ჩამოირიცხება, ეს გახლავთ სოფლის დახმარების პროგრამა, რომელიც არ არის ჩამორიცხული. ანუ გაგრძელდება ეს პროგრამა ესე იგი. ნუ იმ შემთხვევაში თუ არ გაგრძელდება, ამ შემთხვევაში 7.800.000 ლარი გახლავთ ის თანხა, რომელიც შეუძლია შარშანაც იგივე თანხის მობილიზება შეეძლო თელავის მუნიციპალიტეტს და წელსაც. ანუ 12 მილიონ ლარამდე, უბრალოდ მიმდინარე წელს 12 მილიონ ლარამდე ზრდა გამოიწვია მიზნობრივი ტრანსფერის, სოფლის დახმარების პროგრამის ჩამორიცხვამ ჩვენ ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან. ანუ თუ ეს პროგრამები გაგრძელდება და მიზნობრივი ტრანსფერი წამოვა, სოფლის დახმარების პროგრამა წამოვა, ჩვენ დაახლოებით იგივე ციფრზე გავდივართ მომავალ წელს, რასაც გავდიოდით წელს. ეხლა რაც შეეხება ტრანსპორტს და თუ რამე გამორჩა, იქნებ შემახსენოთ. ტრანსპორტს შარშანაც გვეჭდა ზუსტად ამდენივე თანხა, ეს გახლავთ მუნიციპალური ტრანსპორტი, უფასო ავტობუსი, ყვითელი ავტობუსი, რომელიც დადის და ემსახურება ქალაქს. ჩემი პირადი პოზიცია ჩემია დავაფიქსირო, რომ არ არის სწორი რომ იყოს მთლად უფასო, ჩვენ ადრე განვახორციელებთ ასეთი პროექტი, რომელიც უფრო სამართლიანი მგონია, ეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, უსინათლოსათვის და ასე შემდეგ მუნიციპალიტეტმა დააფინანსა, ანუ ამ მომსახურეობისათვის გადაიხადა ფული და სანაცვლოდ მიიღო აბონემენტები, რომელიც დაარიგა ამ ადამიანებში. მე ვფიქრობ, რომ ეს პრინციპი გაცილებით სამართლიანი. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ეს განხილვის საგანია, ამაზე უნდა ვისაუბროთ და ისე არ უნდა იყოს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ისე რომ გადავიანგარიშოთ 300 ლარს ვიხდით ყოველ დღე ამ ტრანსპორტში. ხო და აი 19.000 და პრეცედენტია საქართველოს მასშტაბით, რომ უფასო ტრანსპორტია და ჩვენ გქონდა ამ საკითხზე საუბარი არჩევნებამდე 1-2-3 თვით ადრე და ჩვენი სტრატეგიული კვლევების განვითარების ცენტრის რეკომენდაცია შევიდა ესეთი, რომ ხომ არ გავზრდიდით ამ ტრანსპორტის მომსახურებას არა მარტო თელავის თქვათ უფასოდ? ხო, უფასოდ, თქვათ აკურიდან თელავამდე ერთი რეისი რო გაკეთებულიყო. ამ საკითხზე წარმომიდგენია იმ რეისზე რა ამბავი იქნება. ხო და ამ საკითხზე ჩვენ არარეალური კი იყო, მაგრამ თუ მაინც დადიოდა ეს ტრანსპორტი, თუ მაინც ფინანსდებოდა იმ პერიოდში, ზაფხულის პერიოდში საზოგადოებას ზოგს ვენახი აქვს, ზოგს ატამი აქვს, ზოგს რაღაც აქვს. ლევან, მე აკურამდე რო ჩასულიყო და უკან წამოსულიყო. მოდიში კეთხვი უბრალოდ გიპასუხებ. სწორედ იმის გამო, რომ ეს ტრანსპორტი იყო უფასო, ვეღარ შეძლო მუნიციპალიტეტმა და იმ ავტობუსების 3-ის გარდა და 4-ის ავტობუსის ნაცვლად გვაქვს ერთი. ანუ თუ რაღაცა შემოსავალი არ იქნა, რომელიც კონკრეტულად ელემენტარულად მარაგნაწილების შეძენაზე, თუნდაც მარტო აი თავი დავანებოთ რაღაც სერიოზულ კაპიტალურ რემონტს,
საბურავის ყიდვაზეა საუბარი, ზეცია საუბარი. ძოლის ხელფასი. არაბეთს არ არის გამართლებული უფასოთლიანი ტრანსპორტია. ეს ყველაფერი მივდივართ აბსურდულად. ამის ფუფუნება არ აქვს. საარჩევნო. ხო. რაც კომუნიზმს არა, ეს საარჩევნო არ იყო. ადრე საარჩევნო დიოდნენ. მაშინ ეხლა ეს გავსაზღვროთ. რა კი მეც და მეც ვეთანხმები მაგას. ანუ არჩევნებს უკავშირდება. არა. ადრე იყო. არ წავიდა ეს ავტობუსი, მაშინ ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ თქვენ დაუცილებლო უფასო ტრანსპორტი გაგთო და მოითა ბარემ ხალხს ხელი შეუწყოთო, სოფლები გამოიაროსო და იმ სოფლებს მოსახლეობამ ისარგებლოს ისა უფასოთ ამოვიდეს თელავში, უფასოთ დაბრუნდეს უკან. ერთი რეისი დილით, ერთი საღამოთ. ნუ ამაზე რა თქმა უნდა ეს რაც ახლა თქვენ თქვით ბატონო ზროპ ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ თუ ეს ტრანსპორტი ამ ხარჯებით ვერ შეინახებოდა, მაშინ რა ღაზრი ქონდა ამის უფასოთ ტარებას? მაშინ რატო დავნიშნეთ ეს რეისი? აი ეხლა ეს ორი რაღაცა სასწორზე დაიდო, ხო? უფასოთ მოძრაობს კანონში, მაგრამ პრობლემაა მე არ მახსოვს როდის მოხდა ამის განთავისუფლება საერთოდ. პირველად იყო ფასიანი. რაღაცა პერიოდი 20 თეთრი ღირდა, კი. იყო ფასიანი, შემდეგ იყო ის პროგრამა, რომ ჩვენ დავაფინანსეთ ეს დაუცველი ფენა, ანუ აბონემენტები შევიძინეთ და სანამ ფული გადავიხადეთ, რა თქმა უნდა ამ ტრანსპორტ ამას გადაუხადეთ ფული, რომ მარაგ ნაწილები შეეძინა, ნუ თავის ხარჯებისთვის ამ მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდა, ეხლა მე ზუსტად არ შემიძლია გითხრათ რა, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არ არის სწორი. კაცო, გავაკეთოთ ეხლა ესე. აბონემენტები მივცეთ იმ გაჭირებულ ხალხს. კი ბატონო, ეს ტრანსპორტმა იმოძრავა თელავიდან. ზუსტად ამიტომ არის ეს ბიუჯეტის განხილვა, სწორედ ამიტომ ეს პროექტის განხილვა საჯარო რომ რაღაც საკითხებზე უნდა, ხო, რაღაც საკითხებზე შევიდეთ. რამე ხო არ გამოვკაცრავად, რამე პასუხი. აი, ჩეველთა საბჭო იყო ისე პრიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით გითხეთ კიდე, ხო? სტრატეგიული განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. ხო, სტრატეგიული განვითარების გეგმას, რა თქმა უნდა, პასუხობს ეს ჩვენი სტრატეგიული განვითარების გეგმას უნდა მიუახლოვდეთ. ის არის გაწერილი კიდე უფრო ფართომასშტაბიანი გეგმა გახლავთ რა, უფრო ამბიციური გეგმაა, მაგრამ პრიორიტეტების დოკუმენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მოვემზადოთ აი იმ ნაბიჯებისათვის, რომელსაც ითვალისწინებს ის სტრატეგიული განვითარების გეგმა. რაც შეეხება პრიორიტეტის დოკუმენტს, თქვენ რაც წაიკითხეთ, ეს ბიუჯეტში არის ასახული, რა, წყალთან დაკავშირებით გეტყვით, რომ შარშანდელი ბიუჯეტი იმ შემთხვევაში, როდესაც შეპესე წყალი დაუშვათ, ხო? ან რომელიმე ფირმა სახელმწიფო შეპესეზეა საუბარი, ახორციელებს სამუშაოებს ჩვენ მუნიციპალიტეტში და ცენტრალური ბიუჯეტიდან თუ ჩვენ ბიუჯეტზე გაიარა თანხა, ამ შემთხვევაში ბიუჯეტზე ასახვა ხდება და რა თქმა უნდა იზრდება. ის რომ წელს ეს არ მოხდება, ეს მოხდება თუ არა, ჩვენ ეს არ ვიცით, მომავალ წელს მოხდება თუ არა, ამდენად ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ ავსახოთ ბიუჯეტში ეს რა მოხდება. ანუ საწყისი თანხები მიმდინარე წელსაც და მომავალ წელსაც ერთნაირია. ეს 7.800.000, რომელიც თქვენ ბრძანეთ რომ ნაკლებია, რა თქმა უნდა 12 მილიონზე. თუ მომავალ წელს არ იგივე აქტივობები არ განხორციელდება, ანუ კიდევ მეორე ის პროგრამები ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც მოდიოდა მიზნობრივი ტრანსფერები და სოფლის დახმარების პროგრამა, მაშინ ჩვენ დავრჩებით ამ ნიშნულზე. გასაგებია კიდევ ერთ შეკითხვას ან მოსაზრებას მოусმინოთ დარბაზიდან და შემდეგ ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენი შეხვედრა დიახისმეთ. მივესალმე ტელემაყურებელს, მე გახლავართ ჯგუფი ახალი ტალღის პიარ მენეჯერი. საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ გამწვანება და ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. თუ თქვენ ამბობთ, რომ ის თანხა, რომელიც არის გამოყოფილი გამწვანებისთვის, კერძოდ 50.000 ლარი, არ არის საკმარისი, მაშინ რატომ დაუშვით სტიქიის დროს თელავის რეაბილიტაციის დროს შენობები რო გარემოთ და იმ ხეების გაჩეხვა, რომლის გაზრდასაც წლები სჭირდება. მოგახსენებთ. მადლობთ, საინტერესო შეკითხვაა, ოპოზიციამაც გააპროტესტა. მოგახსენებთ. მახსოვს პერიოდში. თელავში უმეტესი თუ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, სტიქიის პერიოდში წაიქცა წიწოვანი ხეები. ეს ფაქტია, ხო? ყველა ალბათ მიაქციეთ ამას ყურადღება, ეს იმის გამო რომ წიწვიან ხეებს აქვს ჰორიზონტალური ვარჯი. მისი ფესვები იზრდება ჰორიზონტალურად და არა ღრმად. ამის გამო ადვილად მოერია ეს ქარიშხალი და ეს ხეები წააქცია. ამას მოყვა მოქალაქეთა ტალღა, რომლის მეზობლათაც იყო გადახრილი ასეთი ტიპის ხე, ემუქრებოდა მათ სახლს.
და ბუნებრივია იწოდა შის, რომ რაღაც გამქარის გამეორების შემთხვევაში ის საშიში მდგომარეობა კი ქონდა. თუმცა ყველა ხე ასეთი დაზიანებული არ იყო, იმიტომ რომ აქ ნიკოლოზ ვარდოშვილი ყავდა სტუმრად, მას განცხადება გააკეთა, რომ შესაბამისი კონსულტაციები გაიარა და არ იყო ეს ხეები დაზიანებული, რომელიც მოიჭრა. ნაწილი გადაიბელა, ნაწილი მოიჭრა. ეხლა რაღაც კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაშინ რაღაც უფრო კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ, სად რა იყო, მაგრამ საუბარი იყო ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებდა ცუდად, ეს მოედანზე არსებულ ხეებზე. თუ ჭადრებზე იყო საუბარი, დიახ. ჭადრების დიდი ნაწილი მოიჭრა, მაგრამ დიდი ნაწილი არა. მე ვთვლი, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეგვიძლია ამ თემაზეც გავხსნათ დებატები და ვისაუბროთ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ხეების დიდი ნაწილი არის პერმანენტულად ამოსაცვლელი, ანუ რაღაც ნაწილი უნდა ამოიღოთ სანაცვლოდ სხვა დარგად, იმიტომ რომ ეს არის ალერგიული ეს ხე, არის საკმაოდ ბინძური მთელი ზამთრის განმავლობაში, ფოთოლსინათლე. ნაგვიანია კი. ხო, ნაგვიანი ხეა და პირველ რიგში ეს არის ალერგიული. და ესე რაღაც კომუნისტების დროს რაღაც კამპანიური ხასიათი ჰქონდა, როდესაც ეს განაშენიანება მოხდა. ჩვენ ეს პროცესი რაღაც მომენტ დავიწყეთ, ცაცხვი ჩავრგეთ სანაცვლოდ და ნაწილი ამოვიღეთ. მე ვთვლი, რომ ეს არაფერი ამაში არ არის პირიქით. კარგით, კიდევ ერთი შეკითხვა დარბაზიდან. მმართველობის წარმომადგენელი, დღევანდელი საუბარი ძირითადად დაეთმო თელავის რეაბილიტაციას და მეც ნამდვილად ვთვლი, რომ ინფრასტრუქტურა სერიოზულად მისახედია, იმიტომ რომ იყო ის სახლები, რომლებიც მოხდა რეაბილიტაციაში, ოჯახები გამოიყვანეს, კომპენსაციას უხდიდნენ და მე მგონი 2 თვეა რაც ეს კომპენსაცია შეუწყვიტეს. არიან ეს ადამიანები ქირით. მშენებლობა შეჩერებულია. მაინტერესებს არის თუ არა თანხა ბიუჯეტში იმის, რომ ამ წელს ამ მოსახლეობამ შეძლოს საკუთარ ოჯახებში შესვლა, თუ მომავალი წლისთვის გაიწერება ბიუჯეტში და რა პერიოდი დასჭირდება ამ ყველაფერს. მადლობთ შეკითხვისთვის. გიპასუხებთ. სამართლებრივად ამ ურთიერთობებს მოლაპარაკებებს და ურთიერთობებს აწესრიგებდა მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეს გახლავთ დამკვეთი ორგანიზაცია, რომელმაც დაუკვეთა თელავის რეაბილიტაცია, ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განაყოფი გახლავთ ეს. მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც ხელშეკრულებები გააფორმა როგორც მშენებლებთან, ასევე მოსახლეობასთან და ვალდებულება, მათი ვალდებულებაა და არა მუნიციპალიტეტის. ამ შეკითხვაზე მე არ შემიძლია დღეს პასუხი გაგცეთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაა, სხვა ქვეგანაყოფია სამინისტროსი, რომელიც ვერ გეტყვით ამ მომავალი წლის ბიუჯეტში ამდენად ექნებათ გაწერილი ეს თანხები. სავარაუდოდ ვალდებულებას იღებდა ეს ფონდი, მის უკან დგას მსოფლიო ბანკი, რომელმაც დააფინანსა, ანუ დონორი გახლავთ მსოფლიო ბანკი, რომელმაც დააფინანსა ეს. საერთოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს ასეთი პრინციპით. როდესაც ახორციელებს რაღაც პროექტს, მაშინ ნაწილი არის გრანტი, ნაწილი არის თანადაფინანსება და ნაწილი არის სესხი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო იქნებოდა გარანტი, ნაწილს მიიღებდნენ რეაბილიტაციის გრანტის სახით, ნაწილს სახელმწიფო დაფარავდა როგორც თანადამფინანსებელი და რაღაც გარკვეული თანხის ნაწილი იქნება სესხი. მადლობთ. მე შემიძლია ამაზე ვარაუდები. მადლობთ, ჩვენი დრო იწურება და პრინციპისგან გამომდინარე, რა პრინციპითაც მუშაობს მუნიციპალური განვითარების ფონდი. არ იქნებოდა, რომ აი ეს მრჩეველთა საბჭოს, რასაც ახლა ჩვენ დარბაზს ვიზახით, აი ეს დარბაზი არსებული იყო მაშინ და ის რაც მოხდა, ეს არ მოხდებოდა ჩვენ ქალაქში. მე ჩვენთან დაუბრალებით ხო, ნადიკვარზე არ შეისწლება ხალხო, ნადიკვარი არის, აი ის ნადიკვარი, რომელი ნადიკვარზე ჩვენ გავიგეთ. არა, ლევან, მოდით ეხა ერთ საკითხს მოდით ესეთ სადაო თემაა რა. სადაო თემაა, მაგრამ ძალიან ჩვენი შულები გაიზრდებიან და როდესაც სხვა თაობა მოვა და გადააკეთებს ნადიკვარს. ისინი იტყვიან, რომ აი მე ჩვენ გავიზარდეთ ამ ნადიკვარზე. ასე მუშაობთ. ხელაღებით არ შეიძლება შეეცვალათ ის რაღაც კატეგორიებით შევხედოთ. უფრო სხვა კატეგორიებით, გეგმარებითი კატეგორიებით, ესთეტიური კატეგორიებით, სუბიექტური ჩვენი შეხედულებებია და იმიტომ არ ჩვენი დრო იწურება. თუ შეიძლება თქვენ გსურდათ. იქესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. დაზარალებულთა შორის იყვნენ ადამიანები, რომელთა სახურავებიც იყო გადახურული კრამიტით. ამ ადამიანებს არ
გაურემონტეს ეს სახურავი. და მათ მე რო ვკითხე მიზეზი თუ რა იყო მიზეზი, რატომ არ გადაუხურეს მათ სახურავი. პასუხი იყო ასეთი, რომ მათი სახურავი იყო კრამიტით გადაფარებული და ისინი არაუნაზღაურებდნენ კრამიტს, იმიტომ რომ მათ ვალდებულებაში ეს არ შედიოდა. რა შეგიძლიათ მითხრათ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენიმე ოჯახი არის, რომელსაც კვლავ გადაუხურავი აქვს ეს შენობა და არის პალატკა გადაფარებული ზედ. მადლობთ. რაღაც ზუსტად ვერ გავიგე შეგეხმარა. კრამიტიან სახლებთან დაკავშირებით მე შემიძლია ვთქვა, რომ მათ ნაწილმა, დიდმა ნაწილმა კომპენსაცია არ იყო დარიგებული და არ მიუღია ამ ადამიანებს კომპენსაცია. ნუ ახლა ალბათ თუ გაინტერესებთ, კერძო შემიძლია მოვიძიო ადამიანის ინფორმაცია და მოგაწოდოთ. იმიტომ რომ დღემდე ასე. კარგი იქნება თუ კონკრეტული ინფორმაციას მიაწოდეთ. მიმართონ ალბათ ისევ იმიტომ რომ რაღაც განცხადებების დაწერა კვლავ მიმდინარეობს ბატონო ზურაბ, ვინც ვერ მიიღო დახმარება სტიქი დასარალებულებს გულისხმობ. კი, მე როგორც ვიცი კი, მაგრამ რამდენად ხა მე ვერ ვიპასუხებ. ანუ თქვენ შეგიძლიათ უთხრათ ამ ადამიანებს რომ დაწერონ შესაბამისი განცხადებები და შეიტანონ მუნიციპალიტეტში. კარგით, მე მგონი ამოვწურეთ ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, თუმცა ვისაუბრეთ, პრობლემები დარჩა ჩვენმა ტელემაყურებლებმაც, არაერთი პრობლემა დასვეს. ზოგადად ბატონო ზურაბ, ჩვენ კი შევეხეთ ჯანდაცვის პრობლემები გამოიკვეთა, გამოკითხვას გულისხმობ, რომელიც ჩაატარა ჩვენმა გადაღებმა ჯგუფმა, სოციალური პრობლემები, სოციალური დახმარებები არ არის რეალური დაუშვათ და არ შეესაბამება გაჭირებას, რაც არის სტიქის შედეგებს და ტოლვილების პრობლემებს ხა რამდენად შედის თქვენ კომპეტენციაში, ზოგადად ძალიან მოკლედ და უნდა დავასრულოთ, რომ მიმოიხილოთ. ჯანმრთელობის ჯანდაცვას რაც შეეხება, ვიცით რომ ახალი პოლიტიკა ყალიბდება ჯანდაცვასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ განხორციელების შემთხვევაში დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვისაც, ჩვენთვისაც. რაც შეეხება კიდე რა საკითხი იყო შემახსენე? სოციალური დახმარების ტოლვილთა პრობლემების სტიქია. ტოლვილთა პრობლემებს, ტოლვილთა განსახლების სამინისტრო მიხედავს ალბათ. მათი ვალდებულებაა ჩვენთან სხვათა შორის შედარებით მაინც კარგად არის ეს საკითხი მოგვარებული, იმიტომ რომ კარგად არიან განთავსებული, ბინებიც კარგ მდგომარეობაშია. და ჯერჯერობით არსად არ შეჭრილან, კი ამბობდნენ. არა, ნუ რატომ უნდა შეეჭრან? რეალური ფართობები აქვს და საკუთრება აქვს რა ეხლა. თუმცა ისინი ჩიოდნენ და დაობდნენ იმის შესახებ, რომ არ იყო ეს ფართი შესაბამისად გარემონტებული, რომ იქ წყალი ჩადიოდა და აზიანებდა. აქ ეხლა უკვე თვითონ შემსრულებელი და სახელმწიფოს სამინისტროს და შემსრულებელს შორის პრობლემა გახლავთ. ეს დამკვეთი იყო ტოლვილთან განსახლების სამინისტრო და მას შემსრულებელს უნდა მოსთხოვოს, ეს უნდა ყოფილიყო რაღაც თავშოთ 1 წლიანი, 2 წლიანი გარანტია, ხელშეკრულებაში უნდა იდოს, რომ ამ წლის განმავლობაში თუ რამე დაზიანდა, მშენებული ვალდებულია ის აღმოფხვრას. ნუ ეს უკვე აი ამ ორ სუბიექტ შორის ურთიერთობა ხელშეკრულებით მოკლედ, დიახ, თუ გსურთ აზრის გამოთქმა ის რაც უთქმელი დაგრჩათ ძალიან მოკლედ. ძალიან კაია რომ ეს ახალგაზრდები აი ესეთი აქტიურები არიან და მე უბრალოდ თხოვნა მექნება საზოგადოებასთან. ეხლა ისეთი პერიოდია რომ ყალიბდება ბიუჯეტი, ფორმირდება ბიუჯეტი, აქ ძალიან სერიოზული სამუშაოები მიდის და რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ამ ბიუჯეტის ფორმირებაში და მოვიდნენ იმ საკრებულოს სტომაზე და მოვიდნენ იმ ბიუჯეტის და ზოგადად მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. ხო, ჩაერთონ და მოვიდნენ, იმიტომ რომ ამის გარეშე არ გამოვა რა. მე 4 წელია თითქმის ყველა საკრებულოს სტომაზე ვარ და ერთი ქალბატონი დადის იქ, ქალბატონის სვეტა. დანარჩენი საზოგადოების წარმომადგენლის აქტიურობა ვერ დავინახე და ეს არის ძალიან ცუდი. რაც უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოება, ჩართულები იქნებიან აი ზუსტადაც იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელი პრობლემების თვითონ ჩვენთან გასაწუხებს და ჩვენ ქალაქს აწუხებს, ხო? მნიშვნელოვანია ძალიან რომ საზოგადოება იყოს აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. გასაგებია, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მომწანებისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მადლობა სტუდენტებს, დარბას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მე გემშვიდობებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობები ტელემაყურებლებსაც. გადაცემა, ეს გადაცემა, რომელიც მომზადებულია MSI-ის ფინანსური მხარდაჭერით, USAID-ის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დასრულებულია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე ნახვამდის.
გადაცემა მომზადებულია MSI-ის მიერ დაფინანსებული გრანტის დიალოგი თელავის ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფარგლებში USAID-ის მხარდაჭერით. გადაცემის შინაარსი არის ტელეკომპანია თანამგზავრის პასუხისმგებლობა და არ არის აუცილებელი ასახავდეს MSI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას.